ისწავლეს ჟურნალისტიკა საინფორმაციო სამსახურში. ეს არის კომუნიკაციების კომისიისა და მედია აკადემიის განაცხადი, რომელიც უკავშირდება მედია სკოლის სტუდიას. ეს არის 4 თვიანი ინტენსიური პრაქტიკულ კურსზე დაფუძნებული სწავლების ძალიან საინტერესო მეთოდი, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ რომ რეალური ნიუსრუმის რეჟიმში ისწავლონ და თან იმუშაონ, მოამზადონ რეპორტაჟები, ჩაწერონ ინტერვიუები და ყველა დეტალი თუ რამე შეიძლება ტექნიკური საკითხით თუ შინაარსობრივი მხარით იყოს დატვირთული, ყველაფერი აითვისონ რეალურ დროსა და რეალურ სივრცეში. ეს კურსი მიმართული არის კურსდამთავრებულებისთვის და ასევე მესამე, მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის. ასაკი არის შეუზღუდავი და ესეც ძალიან საინტერესო გამოწვევაა. პირველი ჯგუფი უკვე გამოშვებულია და ძალიან კარგი შედეგები დადო მედია აკადემიამ და ახლა უკვე გაიხსნა მიღება მეორე კურსზე. სწავლება არის უფასო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და სხვა ყველა დეტალთან ერთად ახლა ჩვენ სტუმართან ერთად უნდა ვისაუბროთ. სტუდიაში ვთხოვთ ჩვენ სტუმარს, რომელსაც წარმოადგენთ, ის არის მედია აკადემიის ხელმძღვანელი შოვერენა შავერდაშვილი და ახლა ეთერში ჩვენ მოგვიყვება თუ როგორ ჩაიარა პირველმა გამოშვებამ, როგორი შედეგები დაიდო და შესაბამისად როგორ იქნება უკვე ახალი 4 თვიანი ეტაპი. გამარჯობა, მოგესალმებით. კმაყოფილი ხართ იმ შედეგით, რაც პირველმა 4 თვიანმა კურსმა აჩვენა გასულ წელს? მე მგონი კმაყოფილი ვართ, იმიტომ რომ ჩვენი სტუდენტები თუ ეს პირველი გამოშვება არიან კმაყოფილები და ზოგი მათგანი უკვე დასაქმდა კიდეც სხვადასხვა მედია ორგანიზაციებში და ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანიც და შედეგიც, რომ რაღაცნაირად ახალი ტალღა წამოვიდეს მედიაშიც და რა თქმა უნდა ეს ადამიანები, ვინც აი 4 თვიან ძალიან ინტენსიურ პროცესს გადიან, რომ შემდეგ უკვე იყვნენ მზად და აღჭურვილი უნარჩვევებით იმისთვის, რომ იმუშაონ ნებისმიერ თანამედროვე რედაქციაში. შონა, ვისთვის არის ეს პროგრამა? ანუ ეს უნდა იყოს თქვათ ასაკი, შეიძლება იყოს სკოლის მოსწავლეს თუ უნდა იყოს რაღაცა კონკრეტულ ჩარჩოებში ასაკის თვალსაზრისით? როგორც წესი, ჩვენ შარშან მქონდა უფრო ისეთი შეზღუდვა, რომ უნდა იყოს უნივერსიტეტის დამთავრებულიც კი, იმიტომ რომ ეს არის უკვე უმაღლესი განათლების შემდგომი ეტაპი, როდესაც თქვათ ადამიანმა მეტნაკლებად ჩამოყალიბებულია და ზუსტად იცის, რომ მედია აინტერესებს და მედიაში მუშაობა აინტერესებს. შეიძლება იყოს აბსოლუტურად სხვადასხვა პროფესიის ადამიანი, მაგრამ უნდოდეს მედიაში დასაქმება და ჩვენ სხვათა შორის ამას ვახალისებთ, იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაცა კონკრეტული ცოდნით იყოს ადამიანი აღჭურვილი. ნებისმიერი სფეროდან ეს იქნება მეცნიერება თუ იურისპრუდენცია თუ ხელოვნებათმცოდნეობა, ამას ასე ვთქვათ, თუ კინომცოდნეობა. პირიქით ეს უფრო საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენ გვჯერა, რომ რაღაცნაირად ჟურნალისტიკა ისწავლება. ეს არის ხელობა, რომლის სწავლაც შეიძლება და რომლის ასე ვთქვათ ეს უნარჩვევები დასწავლადია. მთავარია რომ ადამიანს ჰქონდეს რაღაცა ესეთი ღერძი, ცნობის მოყვარეობა, კრიტიკული აზროვნება და ის შეეძლოს დისტანცირება, რაღაცნაირად ემოციური დისტანცირება პროცესებისგან. ეს ჩვენთვის ყოველთვის ძალიან აქტუალურია და ეს ამ პროფესიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ყველასთვის ჩვენ ადამიანები ვართ და ყველანი ყველაფერზე რა თქმა უნდა რეაგირებთ ემოციურად, მაგრამ აი ეს სხვათა შორის რაც უფრო დრო გადის, მით უფრო მეტად ვიაზრებ ამის სირთულეს, იმიტომ რომ ძალიან რთულია ემოციურად დისტანცირდე იმ მოვლენებიდან, რაც ჩვენს გარშემო ხდება. ეს შეიძლება იყოს დადებითი მოვლენები თუ არყოფითი თუ რთული, ამას ეს ცალკე თემაა, მაგრამ ეს სირთულე ამ პროფესიას ახლავს. ანუ ზედმეტად ემოციური ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ საკუთარი ემოციების მართვას, მე მგონი ძალიან გაუჭირდება ჟურნალისტიკაში. ამიტომ ცნობის მოყვარეობასთან ერთად და ზოგადად აი რაღაცნაირად ამბების კვლევასთან ერთად და მოყოლასთან ერთად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომ ადამიანს შინაგანად შეეძლოს დისტანცირება რაღაცნაირად ემოციური დისტანცირება მირმინალი მოვლენებისგან, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ემოციურად ვიყოთ ჩართული რაღაც მოვლენებში, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ მივაწვდით ობიექტურ ინფორმაციას. გონია რომ აი თავარი სათქმელი თქვი ახლა, იმიტომ რომ აი ეს ემოციური დისტანცირება თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკის ძალიან დიდი პრობლემაა სამწუხაროდ. დადებითს ეხება უარყოფით. აი აქედან გამომდინარე, მარიკამაც აღნიშნა, რომ ისწავლება თქვათ როგორია საინფორმაციო ოთახში მუშაობა ტექნიკურად. ისწავლება ის მთავარი რამ, რასაც ქვია ჟურნალისტ ეთიკა, რომ შენ უნდა იყო მიუკერძოებელი და უნდა იყო დისტანცირებული. როგორც აღნიშნეს, საკმაოდ რთულია. რა თქმა უნდა ისწავლება, თან ეს ისწავლება პრაქტიკულად, იმიტომ რომ ჩვენთან ყველა ვინც ასწავლის არის თავად პრაქტიკოსი, ასე პრაქტიკოსი, ხო? ან ტელეწამყვანი, ან პროდიუსერი, ან საინფორმაციო უფროსი, ან ძალიან გამოცდილი ჟურნალისტი და ასე შემდეგ. ამიტომ ეს მათი, ასე ვთქვათ, ჩვენი მენტორები სულ უზიარებენ თავის დილემებს და თავის გამოცდილებას და რა თქმა უნდა ჩვენ ამაზე სულ პედალირებთ და ამაზე სულ მიდის ხოლმე დისკუსია. იმიტომ რომ იცით როგორი რამეა, ყოველთვის ნებისმიერი ხელისუფლება ნებისმიერ ქვეყანაში
არ არის კეთილგანწყობილი მედიის მიმართ. მით უფრო რაც უფრო მაღალ რეპუტაციულია მედია, მით უფრო ცუდად არის ხელისუფლება, იმიტომ რომ კრიტიკულია მედია თავისი არსებითად კრიტიკულია და ოღონდ კრიტიკულობა არ გამორიცხავს ობიექტურობას. ჩვენთან ხანდახან ამის პრობლემაც არის ხოლმე, რომ კრიტიკულობა არ ნიშნავს ობიექტურობას. პირიქით, მე მგონია, რომ კრიტიკულობა და ობიექტურობა სწორედ ერთად არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ღირებულებები. წყვილშია, ასე ვთქვათ. მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ძალიან აზრი გამიწყდა იმას ვამბობდით, რომ რაღაცნაირად მას დავსწრაფო ეთიკას, ხო? და რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია, რომ ეს არის ასე ვთქვათ, ის ღირებულებათა სისტემა, რომელიც სულ გაყვება, ასე ვთქვათ, შლეიფად და ასე ვთქვათ, ლაიტმოტივად ჩვენს შესწავლებას. მე ძალიან მიხარია, რომ ამ გუნდის წევრი ვიყავი და ვაგრძელებთ თანამშრომლობას და მოწმე ვიყავი ამ 4 თვის განმავლობაში, როგორ ნელ-ნელა შეეცვალათ ამ ახალგაზრდებს, ვინც საერთოდ სხვა განწყობით მოვიდა და დამოკიდებულებად პირველ რიგში ის რომ გაიგეს, რომ აქ მათი აზრი კი არ არის მნიშვნელოვანი, აქ ამბის მოყოლა არის მნიშვნელოვანი, ეს ვერ მიხვნა, ხო? მე იყო რამდენიმე შემთხვევა შორენა დამემოწმება ალბათ, რომ რაღაც თემის გაკეთება უნდათ და არიან მაგალითად რაღაცა გაბრაზებული და ამით აღტკინებული. მე მენტორები ეუბნებიან, რომ გათიშე შენი დამოკიდებულება და შენ მოგევი ამბავი და მე მაყურებელმა გადაწყვიტოს. ძალიან სამწუხაროა გერგი შენ რაც თქვი, რომ ეს ბევრი ეთიკური ნორმა ჩამოშლილია, მაგრამ ეს სკოლა ცდილობს, რომ მაქსიმალურად სტანდარტებთან მიახლოებული იყოს ეს სწავლება. სხვათა შორის ჩვენ რაღაცნაირად ვაპირებთ, რომ გაუმარტივოთ ცოტა აი ამ ახალ ნაკადს, იმიტომ რომ მივხვდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რაღაცნაირი მგზამკვლევი აი ამ ღირებულებების. რა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი? ის რომ პირველ პირში თხრობა და მე, ანუ ჟურნალისტიკაში თუ ჟურნალისტი ხარ, მე არ არის წინა პლანზე. ცალკეა სუბიექტური ფორმატები, ცალკეა ვთქვათ დილაშუადღის ფორმატები, სადაც ფორმატია სხვა, მაგრამ აქ ჩვენ საუბრობთ ახალ ამბებზე და საინფორმაციო სამსახურზე. ამიტომ აი ეს თხრობა რომ რაღაცნაირად ხდება, არა, მე ასე ვფიქრობ, შენ ძალიან გეხმარება შენი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, მე მახსოვს ერთი-ორი შემთხვევა ქონდა ისეთი, რომ აი ხო იცი ძალიან რო უჭირთ, აი ესე რო გიყურებენ ეჭვის თვალით. შენ ახლა ამ შენიშნოს იმიტომ აძლევ თუ იმიტომ აძლევ რომ რეალურად საქმე სჭირდება და რომ მივხვდით რომ ცოტა თუ არ გვენდნენ ამ პროცესში, ხო, რომ ზუსტად იმიტომ რომ თვითონ უკეთესად იპოვნონ თავისი ხმა და ხელწერა. და მით უმეტეს იმ ასაკში, იმიტომ გითხეთ მე ასაკზე, იმ ასაკში ასე ვსაუბრობთ ახლა, ხო, უკვე დამთავრებული ბაკალავრის დიპლომის მქონე ადამიანებისთვის ძალიან რთულია მოიპოვოთ ეს ნდობა, მით უმეტეს აი მართლა აი ამ რეალობაში, რაშიც ჩვენ ვცხოვრობთ ახლა. იცი, მე მგონია რომ ჩვენ ამაში ხმარება პროფესიონალიზმი, რაც თითოეულ ჩვენს მენტორს აქვს და იმ ადამიანებსაც, ვინც რაღაცნაირად ჩართული ვართ ამ პროცესში და ჩვენთვის ზუსტად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პროფესიონალიზმი არაერთხელ გველაპარაკია, მე მგონი მათ შორის ამ ეთერშიც გიცავს ძალიან ბევრი რამისგან. პროფესიონალიზმი არის, რა ვიცი, საუკეთესო ფარი, ჯავშანი ყველა სფეროში და ნუ მათ შორის რა თქმა უნდა მედიაში და ჟურნალისტიკაში და ზუსტად ამას ვცდილობთ, რომ ამაზე ვილაპარაკოთ ხოლმე ძალიან ბევრი, რომ აუცილებლად უნდა დაიცვან თავისი ტერიტორია, ასე ვთქვათ. არ უნდა გავიდეთ ჩვენი საუკეთესო თავდაცვა არის პროფესიონალიზმი და მედია ველში დარჩენა. შეიძლება ბევრად უფრო ეფექტური იყოს შენი, ასე ვთქვათ, ჟურნალისტიკაც, პროფესიაც, თუნდაც რაღაცა ბრძოლა რაღაც უსამართლობასთან, როდესაც შენ რჩები შენს აბჯარში, შენს ტერიტორიაზე და რაღაცნაირად ცდილობ, რომ მედიიდან, ასე ვთქვათ, მედიიდან აღუდგე, ვთქვათ, და იმ სტანდარტების დაცვით აღუდგე იმ უსამართლობას, რომელიც მიგაჩნია, რომ რაღაცნაირად ხდება. შორენ აუცილებლად უნდა მოვასწროთ ტექნიკური ნაწილი. დაინტერესებული მაყურებლისთვის 4 მარტს იწყება ახალი 4 თვიანი კურსი და ვისაც შეუძლია მოხდეს, რა ეტაპები უნდა გაიაროს, როდემდე არის მიღება და აი ამ ყველაფერში გავარკვიოთ მაყურებელი. 16 თებერვლამდეა მიღება, ამიტომ ძალიან ცოტა დრო რჩება და მადლობელი ვარ, რომ ამ დროს შედგა ეს ჩვენი ეთერი. რამდენიმე ეტაპიანია ეს მიღების პროცესი, ესე იგი პირველი არის განაცხადის გამოგზავნა თავის სამოტივაციო ვრცელი წერილით, რომ ჩვენ უკეთ გავიცნოთ კანდიდატები. მე არის უკვე მარტივი წერითი ტესტი, მე არის უკვე გასაუბრების ეტაპი თავის პატარა ვიდეო ტესტით იმისთვის, რომ მაქსიმალურად ვიცოდეთ, ასე ვთქვათ, სუსტი და ძლიერი მხარეები იმ კანდიდატების, ვისაც ჩვენ განვიხილავთ და სულ ბოლო ეტაპი, რა თქმა უნდა, არის გასაუბრება. ერთი რაც ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს ძალიან შემჭიდროვებულია ეს პროგრამა. პრაქტიკულად წარმოიდგინეთ, რომ 4 თვის განმავლობაში შეიძლება საერთოდ არ ქონდეს ჟურნალისტური განათლება, ხო, ადამიანს, მაგრამ უნდა ისწავლოს ყველაფერი, რაც კი, ასე ვთქვათ, ჭირდება. დაწყებული, რა ვიცი, რადიო სიუჟეტის გადაღება, მომზადება, მონტაჟი, ტელევიზია. კი, მოხდა. მე ხელ უკვე მოხდა. მაგრამ ეს მოითხოვს, ეს არ არის, კი ჩვენი კურსები კი არის, ვთქვათ, 10-დან 6 საათამდე, მაგრამ სინამდვილეში ეს მოითხოვს ძალიან ისეთ ინტენსიურ ჩართულობას, შრომატევადია და
სახში სამუშაოსაც გულისხმობს. სამაგიეროდ ჩვენ ვპირდებით, რომ ვინც ასე ვთქვათ, მიუძღვნის ამას თავის დროს, რაღაცნაირად ბევრად მეც წაიღებს აქედან და მართლაც რამე თქვი, რომ დასაქმებულებიც გაჩნდნენ უკვე. არის ეს შანსი რეალური დასაქმების. ნამდვილად არის, იმიტომ რომ ზუსტად ეს არის ჩვენი მიზანი, რომ ეს ადამიანები დასაქმდნენ მედია სივრცეში და გახდნენ არსებული მედიების ნაწილი. რა კარგი ახალი სისხლი ქართულ ჟურნალისტიკაში. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ წინა ჯგუფის კანდიდატები და წევრები უკვე ნელ-ნელა გამოჩნდებიან ჟურნალისტურ სივრცეში და დამტკიცდება ამ სკოლის რეალური შედეგები და წარმატებები უკვე ახალ ნაკადს. მოდის ყოფილა რომ ჟურნალისტ 10-დან 6-მდე ემუშაოს. ამიტომ ეს არის პირველი რასაც ვუხსნით, რომ ეს არ არის 10-დან 6-მდე პროფესია. ეს არის ცხოვრება, ვისაც გინდათ რომ შემოსაზღვროთ თქვენი ცხოვრება, რომ არის საქმე და ეს არის პირადი ცხოვრება, ეს ამ პროფესიაში არ ხდება. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ახლოს ვიქნებით მოკლედ ამ რეალობასთან. ასე რომ ვინც დაინტერესდება 16 თებერვლამდე არის საბუთების მიღება მედია აკადემიის Facebook-ის გვერდზე ყველა დეტალს გაეცნობით რა თქმა უნდა და დანარჩენზე უკვე ჩვენთან ერთად ისაუბრა შორენა შავერდაშვილმა, რომელიც არის მედია აკადემიის ხელმძღვანელი. დიდი მადლობა და წარმატებები.